და უამრავი ინტერპრეტაცია და შეფასება მოვისმინე მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლს ზუსტად ის თქვეს, რასაც მოველოდი, რომ ის ამბობს იმას, რასაც ვამბობ ჩვენ. ისე საინტერესოა მედვედევიც რაღაც ისე დროს აკეთებს ამ განცხადებებს და ისეთ შეფასებებს აკეთებს, რომ საშუალებას რაღაც მაშველი რგოლივით გადმოუგდებს ხოლმე ჩვენ ოპონენტებს სხვადასხვა განცხადებებს. ყველაფერს თავი დავანებოთ. ეხლა მედვედევმა ეს განცხადება რატო გააკეთა, ეს ახალი არ არის. ამაზეც იყო უკვე საუბარი. რუსეთს ეს პოზიცია ეწერა ჯერ კიდევ თუ არ ვცდები უკვე 2006 წლის უსაფრთხოების კონცეფციაში, რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, სადაც შავი თეთრზე წერია, რომ მისი პოზიციები სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ხდება ენერგორესურსების მოპოვება და მისი სატრანზიტო გადაზიდვა აზია, კასპიის რეგიონიდან დასავლეთის მიმართულებით, არის მისი სტრატეგიული ინტერესის ადგილი და იგი ამ ადგილებს არ დათმობს. სასაკვირველია თავისი განმარტება ქონდა რუსეთს გაკეთებული ოფიციალური განცხადება ნატოსთან, ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით აღმოსავლეთით და ასე შემდეგ. ამაში არ არის საქმე. საქმე იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის ცდილობს, რომ გააუბრალო ეს საკითხი, ომი დაიწყო რუსეთმა თუ საქართველომ.